ჩვენ მათ გავოცანით ის მიდგომები, ის დამოკიდებულება, რაც გვექნება სახელმწიფო საჯარო პროექტებთან დაკავშირებით, ასევე გავოცანით ის გეგმები, რაც გვაქვს და მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის წუხილები, რაც მათ გააჩნიათ სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით. ჩვენი ეს კომუნიკაცია იქნება მომავალშიც და ჩვენ აუცილებლად ვითანამშრომლებთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ერთის მხრივ სახელმწიფო მიიღოს ხარისხიანი პროდუქტი დროულად და მეორეს მხრივ ხელი შეუწყოთ ამ სექტორის განვითარებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში. გვინდოდა რომ ამ პრობლემებთან დაკავშირებით გვესაუბრა ღია და ძალიან მაყოფილები ვართ კონტრაქტორები, იმიტომ რომ ბევრ პრობლემაზე იქიდან მხრიდან ჩვენ მხრიდანაც არის რა თქმა უნდა პრობლემა, მაგრამ ეს სისტემა არის ზოგადად გასაჯანსაღებელი და ამასთან დაკავშირებით ბევრი ვისაუბრეთ და გაგრძელდება ეს მუშაობა. კარგია, როდესაც ერთად ორივე მხარე დაჯდება და განიხილავს არსებულ პრობლემებს, იმიტომ რომ შესაბამისად მე ამას მოყვება გადაწყვეტილებების მიღება და ეს კარგად აისახება უკვე შესასრულებელ პროექტებზე თუ სამომავლო გეგმებზე. უაღრესად მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ესეთი შეხვედრები, რაც უფრო ხშირი იქნება, ეს შეუწყობს ჯანსაღ ურთიერთობას დამკვეთსა და შემსრულებელ შორის და ხშირ შემთხვევაში რაღაც საერთო მიზნებს მივახსენებთ.